დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ განთიადის სტუმარს, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტს ანანია ჯაფარიძეს. დაგლოცეთ მეუფეო. სიყვარულით მოგესალმებით, გლოცავთ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მეუფეო, აჭარაში დიდი ზეიმი იყო, თქვენ ბრძანდებოდით ამ ზეიმის მონაწილე. ეს პროცესი დაიწყო ზემო აჭარიდან, სადაც 1800 ადამიანი მოინათლა, შემდგომ უკვე ბათუმში გადაინაცვლა და აქ ბათუმშიც დაახლოებით 800 თუ არ ვცდები 1000-მდე ადამიანი მოინათლა. ყოველ შემთხვევაში რეგისტრირებული იყო 800 მოსანათლი ადამიანი. თუ შეიძლება რომ შეაფასოთ ეს მოვლენა როგორც ისტორიკოსმა და ამავე დროს როგორც მიტროპოლიტმა. წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. მართლაც მოვლენა და არა მარტო მოვლენა, ეს ვფიქრობ ეს არის საუკუნის მოვლენა, რომელიც აღიბეჭდება თაობათა მანძილზე. მადლობა უფალს, მე ვნახე საოცრება. პირველი რაც არის ესა ხალხის სიყვარული, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მიმართ. გასაოცარი გრძნობა, რომელიც ჩანს ყველა მხრიდან. მაგალითად ჩვენ დილით მივდიოდით, უნივერსიტეტში იყო ერთ-ერთი შეხვედრა, მოგახსენებათ და გრძელი გზები, შორეული გზები და ახალგაზრდები, ვაჟები, ქალები შორის სოფლებიდან როგორ ჩამოდიოდნენ, გზებს ავსებდნენ და მიდიოდნენ ფეხით კილომეტრების მანძილზე. ეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ თქვათ ეს არის საოცარი სიყვარულის გამოხატვა და თვითონ ადგილზეც ისეთი გულით, მონდომებით აი როგორც არის აღწერილი, აი წმინდა წერილში, აი პირველი დღეები, აი როცა იქნებოდა თქვათ თუნდაც ისრაელის სამეფო და ხალხის სიყვარული, ანუ რჯულის კიდობანთან სიყვარული ხალხის რაღაც მსგავსი განცდა, ეს ალბათ ძნელი არის რომ თქვათ განიცადო ან თბილისში ან სადმე, ეს იქ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ეს განეცადა. საოცარი გზნობა, გაოცებული ვარ, მე ახლა დიდი ხანია უწმინდესის გვერდით ვარ, უკვე 33 წელი იწყება ეპისკოპოსი ვარ და ასეთი და უწმინდეს ხო თითქოს ყოველდღურად გვაოცებს თავის ასეთი საქმეებით, დიდი საქმეებით, მაგრამ ეს ჩემთვის მაგალითად იყო რაღაც გრანდიოზული, წარმოუდგენელი და მე ვფიქრობ, რომ აი ამ მოვლენით ეს არის ერის გამთლიანება, ერის გაერთიანება სულიერადაც და სარწმუნოებრივადაც, რა თქმა უნდა. და მე ვფიქრობ, რომ ამით გახარებული არის ჩვენი წინაპრების სულები. ეს არის დიდი დაწყებული საქმე, რა თქმა უნდა, ეს არის ის საქმე, რომელიც დაიწყო ანდრია პირველწოდებულმა, გაგრძელა წმინდა ნინო. ანდრია ვიცით რომ აქ გადაგებდა, ეს ცნობილი არის, აჭარიდან დაიწყო და იქ ბევრჯერ ითქვა და სამაყოც არის, სწორედ აჭარიდან დაიწყო ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება საქართველოში. წმინდა ნინოც აქ ამ ხარებში გადაგებდა კლარჯეთიდან მასკუთებამდე მოვსეს ხორენაცი მე-5 საუკუნის ავტორი ამბობს, კლარჯეთიც იქვე არის. კლარჯეთის დიდი კლარჯეთის ერთი ნაწილიც იყო თავის დროზე აჭარა, ასე რომ ეს იმათი არის, მაგრამ მე მოგონდება მაინც მე-19 საუკუნის 80-იანი წლები და ეს არის აი ჩვენი წინაპრების, აი ახლო წინაპრების საქმის გაგრძელება. ეს არის გრიგოლ ორბელიანის სული გახარებულია, დარწმუნებული ვარ, ზეცაში ხარობს აი ამ მოვლენით. სერგეი მესხი, რომელიც თავდადებული იყო დროების რედაქტორი და ბევრი წერილებს უძღვნა თვითონაც ბევრჯერ იმოგზაურა ამ ხარეში. აკაკი წერეთელი, თვითონ ჩვენი დიდი ილია ჭავჭავაძე, მათი სულები გახარებულია, იმიტომ რომ მათ შეამზადეს ეს ნიადაგი, ჩვენ და ალბათ უნდა ვთქვათ ის დიდი საქმე, რომელიც მათ დაიწყეს დედა სამშობლოსთან, ჩვენი ხალხის გაერთიანებისა, გამთლიანებისა, აი მაშინ 80-იან წლებში ჯერ კიდევ ოსმალეთის ხელში იყო მოგხსენებათ აჭარა და ძალზე დიდი შრომა დაჭირდა ჩვენს სამოციანელებს, ჩვენს ინტელიგენციას, რომ აი გაეთფო ჩვენი ხალხის გული იმ მყინვარისაგან, რომელიც გამოიწვია ოსმალთა ბატონობა 200-300 წლის მანძილზე. და მაშინ თუ მოხდა ფიზიკური გაერთიანება საქართველოსთან აჭარისა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ სულიერი გაერთიანება ხდება. ეს ის სამკალია, რომელიც მოიგო ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა და ჩვენი უწმინდესი პატრიარქის გარდა ალბათ ეს შეუძლებელია, რომ ისმაც გაეკეთებინა. მადლობა უფალს, ეს არის მადლი ღვთისა.
ეს არ იყო ადამიანის ქმედება, ეს იყო უფლის მოქმედება. დიახ, ძალიან ბევრი ასევე ასაკოვანი ადამიანი მოინახა, იქ არ იყვნენ მხოლოდ ახალგაზრდები და ბავშვები. უამრავი. ხანშიშესულები, ქალები, ბავშვები, აი მაგალითად მე მითხრეს, რომ ახალგაზრდები, ქალები ამბობდნენ, რომ შევეხოთ სამღვდელოებას, რომ ანაფორაზე რომ მადლი გადმოვიდეს ჩვენზე, აი. ბევრი ხალხი თითქმის უამრავი შეიძლება ყურადღებას ვერ მიგექცია ადამიანისთვის იმდენი ეს იყო მასიური მოვლენა, დიდი მოვლენა. პატრიარქის მანქანას თურმე ეფერებოდნენ, რომ დაიძრა და ძალიან ისეთი განცდა ჰქონდათ, როცა პატრიარქი წამოვიდა უკვე. მე ვფიქრობ, ბედნიერი თაობა, ჩვენი თაობა, რომელიც ცხოვრობს ეპოქაში, რომელსაც დაერქვა ილია მეორის ეპოქა, ეს არის მართლაც მოვლენა და მეორე ბედნიერება ის არის, რომ ეს ყველაფერი აღიწერა თქვენს მიერ და ეს თქვა თავისთავად გადაეცემა. ამ კადრებს ჩვენ ტელემაყურებელს პერიოდულად შევთავაზებთ. ფილმს მოზარდება ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით. ასეთი ცოცხალი ემოციის გაზიარებისათვის და მართლაც ესეთი შთამბეჭდავი შეფასებისთვის, აი ამ მართლაც ისტორიული და რაღაცა საუკუნის მოვლენისა, როგორც მომწრენიც გავხდით ჩვენ თანამედროვე საქართველოში. მე უფრო ვიდეო გადავიდოდეთ წიგნზე, აი ხიჭაურის სტუდენტობასთანაც იყო შეხვედრა პატრიარქის და აი ამ შეხვედრამ როგორ ჩაიარა თქვენს ბრძანდებოდით? თუ შეიძლება ესეც რომ გვიამბოთ. აი ესე იგი ნაკადი როგორც მოგახსენეთ მიდიოდა ახალგაზრდებისა მართალითაც ცოტა გასაოცარი იყო, იმიტომ რომ სოფლებიდან ჩამოდიოდა ხედავდით აი მოგახსენეთ ვინც არის ნაყოფი იცის როგორი მთები არის, როგორი რთული რელიეფია, როგორ შემოდიოდნენ ეს ლამაზი, ახოვანი, ლამაზესი, ჯიშიანი ქართველები მოდიოდნენ, რომ აი პატრიარქისგან მადლი მიიღოთ. ეს ხო ნებაყოფილობითია, საოცარი სიყვარულია. უამრავი ხალხი, ინტელიგენცია და თვითონ სიტყვები, აი გასაოცარი სიტყვები, ალბათ ეს ჩაწერილი არის და ალბათ მოისმენს. საოცარი სიტყვები, წარმოუდგენელი შთაბეჭდილება, დიდი მოვლენა იყო ძალიან. მე კონცერტი იყო, ესეთი გულით, სულით, მომდომებით, აუცილებლად იყო. ენით აღწერილია ჩემთვის პირადად, ეს უნდა ნახოს ხალხი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გადავიდეთ ახლა სხვა თემასაც შევეხოთ მე უფრო. გამომცემლობა მერიდიანმა, როგორც ჩვენ ვიცით, გამოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროები. ეს პირველი გამოცემაა, ხო, რომელიც ეკლესიის ისტორიის წყაროებს შეეხება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველი ტომი ეთმობა თქვენს ნაშრომს, რომელსაც ეწოდება ქართული და უცხოური წყაროები საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ. მე სწორად ვამბობ. მასში 4 ნაწილად არის წარმოდგენილი სხვადასხვა პერიოდის მრავალი ქართული და უცხოური წყარო. ობიექტური სურათის შესაქმნელად აუცილებელია უცხოური წყაროები. რას მიუთითებს ჩვენი ეკლესიის რეალური ისტორიის შესახებ? აი, რას გვეტყოდით ამის შესახებ მოკლედ? ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი ეკლესიის ისტორიის შესწავლა. საქმე ის არის, რომ ჩვენი წინაპრებს ჰქონდათ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიის ისტორია შესწავლილი იყო, მაგრამ მოხდა ისეთი მოვლენა, ეს ტრაგიკული მოვლენა, რომელიც უნდა ჩვენ ძალზე კარგად გავიცნობიეროთ, რომ დაიკარგა ავტოკეფალია მე-19 საუკუნეში და ამან შედეგად ის გამოიწვია, რომ იქამდე ეკლესიის მწერლები, ისტორიკოსები, მემატიანეები დადუმდნენ. ანუ მათ აღარ ჰქონდათ არც საშუალება, არც სურვილი, აღარ საზოგადოება ითხოვდა და მეთუმეტე სახელმწიფო, ანუ რუსეთის იმპერია დევნიდა, ვინც კი იყო მწერლები. ანუ შეწყდა ჩვენი ქართული ისტორიოგრაფია, ზოგადად შეწყდა, მეთუმეტე ეკლესიის ისტორიაზე წერა შეწყდა. მერე დადგა მე-20 საუკუნე, ეს იყო ათეიზმის ეპოქა, მოგახსენებათ, ეკლესიის ისტორიაზე არათუ წერა, არამედ ეს იყო მოგახსენებათ დევნა ეკლესიისა, მიზანმიმართული, არა მარტო ეკლესიების ინგრევა, არამედ სამღვდელოების შესაბამისი რეპრესიები, მერე ამასთან 60-იან, 70-იან წლებში დაერთო ცივილის წამება, ანუ მორალური განადგურება, ეს კი დარჩა ერთგვარი სასულიერო პირისა. და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ეკლესიის ისტორია ვერ დაიწერებოდა. მაგრამ ისტორია იყო იდეოლოგიური მეცნიერება კომუნისტურ ეპოქაში ბოლშევიკებისთვის. ანუ ისტორიას დიდ ყურადღებას აქცევდნენ და მეაჩნდათ არა ეს თქვათ ზოგადი მეცნიერება, ზუსტი მეცნიერება, არამედ როგორც იდეოლოგიის იარაღი, ანუ ეს იყო იმპერიის გაძლიერების საშუალება, ესე იგი რუსეთის იმპერიის, რომ დაყავიდა ებატონეს პოლიტიკის შესაბამისად იწერებოდა ისტორია. ანუ ჩვენი ისტორია უნდა ყოფილიყო ისე, რომ ესე იგი ხელი შეეწყო, რომ ადვილად ემართა რუსეთის იმპერიას საქართველოს
და შესაბამისი იყო ისტორია, ანუ ისტორია ძალზე დამახსნიდა საქართველოს ისტორია რეალურად. რაც იწერებოდა თქვა და ჩვენ ყავს გმირი ისტორიკოსები, რომლებიც ასეთ ეპოქაში მუშაობდნენ და იღვწოდნენ, მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, ზოგადად ჩარჩოში იყვნენ ისინი მოქცეული, ეს სავალდებული იყო, ერქვა მარქსის ლენინური მიდგომა ისტორიის მიმართ და ასე რომ ისტორია ვერ იწერებოდა, ვერც დაიწერებოდა. და მithmeτα ჩვენ ეკლესიის ისტორია და იქამდე მაგალითად ახლა ჩვენ კიდე ალბათ გვიქნება საშუალება ვიტყვით და ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეკლესია წარმოაჩინეს არასწორად მე-20 საუკუნეში ისტორიკოსებმა და ასე ასწავლიან დღესაც და ასე ენციკლოპედიებშიც თითქოს თავდაპირველად ქართული ეკლესია მოიცავდა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს რაღაც მცირე ნაწილს, შემდგომ ის თითქოს მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაძლიერდა, თითქოს იქამდე დასავლეთ საქართველოს იყო კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში, თითქოს 600 წლის მანძილზე იქ იყო ბერძნულენოვანი წიროლოცვა, თითქოს დასავლეთ საქართველოში ქუთაისში, ფოთში და ასე შემდგომ იყო ბერძნული კათედრები, სადაც 600 წელი ისხდნენ თითქოს ბერძენი ეპისკოპოსები და მხოლოდ მე-10 საუკუნეებში გაძლიერდა ქართული ეკლესია და შეიჭრა დასავლეთ საქართველოში, თვითონ ასეთი ტერმინი აქვს და იქიდან გააძევა თითქოს ბერძნული იერარქია და თვითონ გაბატონდა ეს ტერმინი არის ეს იმდროინდელი. ანუ არასწორადაა დახატული და შესაბამისად ახლა ამჟამად სეპარატისტები, აი უნდა ვთქვათ აფხაზეთში და კიდე სხვაგანაც მაგალითად ბარი, ეს არის არა მარტო საეკლესიო სეპარატისტი, არამედ განხეთქილებაში მყოფი, ანუ ერეტიკოსი არის ფაქტიურად, მაგრამ ამ ჩვენი ისტორიკოსების ნაზრებს, რომელიც უკვე გავრცელებული არის, იყენებს თავის სასარგებლოდ და ამბობს და ნაშრომები გამოაქვეყნა ეს თესალონიკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და კონსტანტინოპოლში და მთელ სოფლიოში ავრცელებს თვალსაზრისს, თითქოს დასავლეთ საქართველოს არ იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში თავდაპირველად, თითქოს ეს არის კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორია ისტორიულად და კანონიერად და ახლაც აი თხოვს კონსტანტინოპოლის და სხვა ეკლესიებს, რომ აი პირდაპირ წერს იმპერიალისტური ქართული ეკლესია შემოიცვა მე-19 საუკუნეში და უთითებს ქართულ ლიტერატურას, აი საისტორიო. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით შეგვესწავლა წყაროები, ანუ თვითმიზანი არ ყოფილა, თქვა. ეს იყო. აი ნახოთ წყაროებში როგორ არის. და თუ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ქართული წყაროები ყოველნაირად მიუთითებს, რომ დასავლეთ საქართველოს ყოველთვის იყო საქართველოს და ქართული ეკლესიის. მაგრამ უცხოურ წყაროებშიც არის საგანგებოდ რეალობა ასე. იქნა შესწავლილი და ეს არის წიგნი ქვია ამას საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროები, პირველი ტომი არის. აქ არის მაგალითად უცხოური, ბერძნული, ლათინური, სომხური და ასევე ქართული წყაროები, თქვა წმინდა ნინოს შესახებ. ეს უამრავი დიდი ბევრია ძალზე მე ვნახოთ. თქვა სტრაბონი კოლხეთის შესახებ, ფლავიუს არიანე ეს თქვა ლაზების შესახებ, პროკოფი კესარელი, აგათია სკოლასტიკოსი, უამრავი აქ არის უამრავი ძველი წყარო და უამრავი ძველი ავტორი და ეს თვითონ წყაროები არის ამ წიგნში და აშკარად ჩანს და ნათლად ჩანს, რომ არც ერთი წყარო არ მიუთითებს, რომ დასავლეთ საქართველოში ოდესმე თქვა იყო რაიმე თქვა ბერძნული კათედრები და ბერძნული იერარქია. და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს უცხოური წყაროები სწორედ ობიექტური სურათის შესაქმნელად, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე. და ამ დაკავშირებით დიდი მადლობელი ვარ, დიახწორი. ეს არის ახლავსთან რუკებით საინტერესოა, მე ვფიქრობ, აი რუკები დასავლეთ საქართველოს საეკლესიო იურისდიქციის შესახებ. მე ძალიან მადლობელი ვარ გამოსვლევა მერიდიანის, მამა იოანესი არის ასე. ვაჩვენებთ მე უფრო წიგნს თქვენის ნებართვით, აი გიორგი შეიძლება რომ გამოვართოთ. და ესეთი კარგად გამოსცეს, აი იშვიათი წიგნი არის, შეიძლება ითქვას ძველი ქართული წესის მიხედვით გამოცემული, შრიფტი საგანგებოთაა შერჩეული, კარგ ფურცლებზეა და ესეთი ძალიან კარგი გამოცემულობა, ყოველ ორნამენტი ძველი ხელნაწერებიდან არის აღებული. მე უფრო მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივ მოქმედი კომისიის ხელმძღვანელი. კომისია შეიქმნა 2009 წელს და კიდევ ერთხელ რომ შეგვახსენებთ, რა არის მისი მიზანი და როგორ მიმდინარეობს საქმიანობა ამ კომისიის. თქვენ დიახ, მისმა უწმიდესობამ მინება და შექმნა საპატრიარქოს მუდმივ მოქმედი კომისია, რომელიც სწავლობს საქართველოს რეალურ ისტორიას.
და ამის შესახებ თვითონ უწმიდესმა მიუთითა თავის ეპისტოლეებში ჩვენ გვაქვს არის გამოიცა ასეთი წიგნი ბროშურა ქვია ესე იგი უწმიდესი ვილიამ მეორე არასწორი ისტორიოგრაფიული თეორიების შესახებ. ესე იგი რამდენიმე ეპისტოლეში ჩვენ უწმიდესმა პატრიარქმა მიუთითა რომ ის ისტორიოგრაფია რომელიც იყო მე-20 საუკუნეში იყო არასწორი, არასრული, არასახავდა ჩვენი ქვეყნის რეალურ ისტორიას და როგორც ახლა მოგახსენეთ ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ რომ დაყავი დაიბატონეს, გათიშე დაიბატონეს პოლიტიკას ემსახურებოდა, ეს არ ემსახურებოდა ისტორიოგრაფია ქართულ საქმეს. ამას მიუთითებს აქ არის ამონაწერები პატრიარქის ეპისტოლეებიდან. ასე უნდა მოგახსენოთ, რომ წმინდა სინოდმაც მიიღო ორი დადგენილება. ამის შესახებ, რომ საჭიროა საქართველოს ისტორიის ზოგადად ისტორიის შესწავლა და განსაკუთრებით ეკლესიის ისტორიის შესწავლა. და ორი დადგენილება მიიღო სინოდმა, ანუ პატრიარქმა ორ ეპისტოლეში მიუთითა ძალზე ვრცლად ამის შესახებ, წმინდა სინოდმა ორი დადგენილება მიიღო, რომ აუცილებელი არის ჩვენ ესე კიდევ ერთხელ შევისწავლოთ ჩვენი ისტორია. თქვათ კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ უფრო გასაგები იყოს. მაგალითად სოლიდური ნაშრომებში აი თანამედროვე ისტორიკოსებისა ასეთ რამე არის თქვათ ბოდბე იყო თითქოს ალბანური ქალაქი შედიოდა ალბანეთის საკათალიკოსოში ბოდბეს ქვემოთ მთელი ეს კახეთი დავით გარეჯას მონასტრები დღევანდელი საანგელო და ასე შემდგომ თითქოს ეს ალბანეთის საკათალიკოსოში შედიოდა პროსოლე ენციკლოპედია გამოდის მოგახსენებთ მოსკოვში და ერთ-ერთ ტომში დასტამბულია რუკა სადაც ნაჩვენებია რომ თითქოს ალბანეთის საკათალიკოსო აღწევდა ცხეთამდე და თბილისამდე ანუ მთელი ეს რაც არის მთელი ფაქტურად კახეთის დიდი ნაწილი თითქოს ეს იყო არა ქართული ქვეყანა არამედ ალბანური ქვეყანა და ალბანური ეკლესიის იურისდიქციაში ახლა რაშია საქმე ის არის რომ დღევანდელ აზერბაიჯანელებს მიაჩნიათ რომ ალბანელების კულტურული და ასე ვთქვათ მემკვიდრეები ასე პოლიტიკური და ყოველ მხრივ მემკვიდრეები პოლიტიკური მემკვიდრეები არიან აზერბაიჯანელებს მეჩნიათ რომ თვითონ არიან ალბანელების მემკვიდრეები ანუ ამით ესე იგი ეძლევა საშუალება ყველას რომ პრეტენზია განაცხადონ ესე იგი არა მარტო ეკლესიურად არამედ ყოველ ტერიტორიულად ამიტომ საჭირო არის შესწავლა ამ საკითხზე მანაც შესწავლილი იქნა ეს და აღმოჩნდა რომ სინამდვილეში ალბანეთის საკათალიკოსო მდებარეობდა გაცილებით სამხრეთით, კედლით შაქი არის აზერბაიჯანში, შაქიდან, ვიდრე სადაც არეზი ერთვის მტკვარს. ანუ ამ საკითხები, ჩვენი საკითხები უნდა შევისწავლოთ, ანუ მე-20 საუკუნის ისტორიოგრაფია ჩვენ უნდა დავძლიოთ და ახალმა საქართველოს სახელმწიფომ და ახალმა ეკლესიამ, რომელიც უკვე აღიარებული ავტოკეფალია, უნდა შექმნას თავის შესაბამისი დროის ისტორიოგრაფია. რა თქმა უნდა, ფაქტია კომისია აგრძელებს საქმიანობას და მუშაობს, მაგრამ ალბათ სხვა ისტორიკოსების, თანამედროვე ისტორიკოსების გვერდში დგომაც აუცილებელია, თქვა ვინც არ შედის ამ კომისიაში. კომისიაში შედის ძალზე ცნობილი ისტორიკოსები, გრძელდება მუშაობა, საჭირო არის წყაროების გამოცემა, ეს პირველი ტომი არის, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოიცემა შემდგომი წყაროებიც, ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეცნიერებს, რომელიც იღუწებდნენ ასეთ რთულ რეჟიმში, რომ ესე იგი თავიანთ გამოკვლევები აქვს წყაროების შესახებ, რომ ჩვენ გამოვცემთ, კიდე დავამატებთ, ანუ სხვა ტომებიც გამოიცემა, ასე რომ ეს ფიქრობ არის ძალზე დიდი საშუალო საქმე, ეს საქმე უნდა გაკეთდეს. მაგრამ ესე იგი ყველაფერს ამას ძლევს ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ქმედება, ეს დიდი სიხარული, ეს დიდი მადლი, ღვთისმიერი მადლი, რომელსაც ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მიერ გვანიჭებს უფალი ღმერთი. ხომ არ ფიქრობთ მე უფრო ან ხომ არ იგეგმება თქვა სამომავლოდ აი ამ ნაშრომების გამოცემა, რომელიც საქართველოს ისტორიის რეალობას ასახავს, ითარგმნოს სხვა ენაზეც, მაგალითად თქვათ რუსულ ენაზე, იგივე ან ინგლისურ ენაზე, რომ მხოლოდ ქართველებისთვის არ იყოს მისი წაკითხვა შესაძლებელი და სხვამაც შეძლოს. ესე იგი პირველ რიგში მე ვფიქრობ საჭიროა თვითონ ჩვენმა თაობებმა გაეცნობიეროს, იმიტომ რომ ჩვენს ენციკლოპედიებში, ჩვენ სახელმწიფოებში დღესაც წერია მაგალითად, რომ ფარნავაზი იყო მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე. ახთომ გორგასალი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო. და დასავლეთ საქართველოს ახლაც ამ წუთას წერია, რომ იყო კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, ახლაც ასწავლიან ამ წუთას ენციკლოპედიებშიც ასე არის სასახული, რომ თითქოს მხოლოდ მე-10 საუკუნიდან შევიდა მცხეთა დასავლეთ საქართველოში.
და აქ წერია რომ თქვა ბოდბო იყო ალბანელების ქალაქი. ეს ჩვენ სახელმწიფოებშია ქართულად, აი ამჟამად. ანუ რა თქმა უნდა საჭიროა უცხოურად ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადაადგეს პარალელურად, მაგრამ აი აქ ჩვენში ეს სტერეოტიპი, რომელიც დამკვიდრებულია და შეიძლება ვთქვას, აი თითქოს აი მიყვანილია იქამდე თითქოს ეს უფრო პატრიოტულია, რომ თქვა დასავლეთ საქართველოს კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, ვიდრე თქვა იმისა, რომ რასაც ლეონ ტობროველი ამბობს, თქვა რუსეთის კრების წმინდა მამებია ხაზგაზმით ამბობენ, რომ ეს თქვა წმინდანოს დროიდან, წმინდანო განათრა, ყოველი სავსება, ყოველთა ქართველთან ათესავისა, და წმინდანო მოგცა მთელი ქართველი ერი, მთელი საქართველო, გადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოსისა. ანუ მთელი დასავლეთ საქართველოს და რა თქმა უნდა მთელი ეს ისტორიული რეგიონი იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში. ანუ ეს უფრო მეორე ხარისხოვნად მიაჩნიათ, ეს თითქოს მიაჩნიათ, რომ ეს თითქოს არის ზღაპრული შეხედულება ჩვენი ბროლისა და თქვა რუსეთის კრების მამებისა, იმიტომ რომ შეიძლება გაგვთით მოგვეძებნა წყაროები, აქ წმინდანის შესახებ არის უამრავი, ბერძნული წყარო, სომხური წყარო. ანუ ეს არის არა ლეგენდა, ამით არის რეალობა, რომელსაც თქვა წმინდანის შესახებ, თქვა მე-20 საუკუნეში ეს ამბობდნენ ასეთ რაღაცას, რომ ესო ლეგენდაო შექმნესო წმინდანის შესახებ მე-19 საუკუნეებშიო. ამიტომ მოვსეს ხორელაცი მე-5 საუკუნეში წერს და გელასი კესარელი მე-4 საუკუნეში წერს წმინდანის შესახებ. ასე რომ მე-8 საუკუნეში როგორ იყო, მაგრამ რადგან ათეიზმის რეჟიმი იყო, ასე ვთქვათ, ეს შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ხო აღარ არის, უწმინდესიც მიუთითებს აი აქ. ახლა ხომ აღარ არის ეს ათეიზმის რეჟიმი. ახლა დაწერეთ. ახლა ხომ შესაძლებელია ვთქვათ. ალბათ დრო სჭირდება და შევხედოთ. თქვენი კომისიის საქმიანობით და მოღვაწეობით ახალი თვალით შევხედოთ, ახალი კუთხით. აი თუ გაქვს დრო, წმინდა წერილში არის ასეთი ფრაზა, ჩვენი მაცხოვარი ამბობს, რომ ძველი ღვინო შეიძლება იყოს ძველი ტიკებში, ანუ ძველი ჭურჭელში. და ახალი ღვინო სჭირდება ახალი ჭურჭელი, ანუ ახალი ტიკი, ესე, ამიტომ ახალი შეიძლება ეს ძველი გახეთქოს, ანუ უარგესი გახადოს. ანუ რადგან ჩვენ გვაქვს ახალი სახელმწიფო და ახალი მადლობა გვაქვს ეს არის აღდგენილი ძველი საქართველოს სახელმწიფო, მე ვფიქრობ საჭიროა შესაბამისი ისტორიოგრაფიაც გქონდეს, შესაბამისი მიდგომებიც გქონდეთ. ანუ ჩვენ უფრო სხვა კუთხით უნდა შევხედოთ ჩვენ დღევანდელ რეალობას, ჩვენს მეცნიერებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ისტორიოგრაფიას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მეუფეო მოგზაურობისათვის. მთელი ჩვენი გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით მადლობას იმისათვის, რომ გვანებიურებთ, ასე ვთქვათ, თქვენი სტუმრობით და ყოველთვის სასიხარულოა და საპატიო არის ჩვენთვის თქვენთან შეხვედრა. დიდი მადლობა, გვაკვირთხა დაგლოცეთ. გადაცემის სტუმარი იყო მაგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. განვაგრძობთ გადაცემას 9 საათია. მოდით ერთად აღვავლინოთ უფლის ადიდებელი ლოცვა და შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დაგველოდეთ.